ახლა გამარჯობა. მოკლედ მე უბრალოდ ჩვენ მაყურებელს ვუყევი რომ რა ხდება აქ და შერასაკეთებ რა. და ყველაფერი იციან უკვე შენზე. მე ვარ სცენის მუშა. სცენის მუშა ვარ. და რა ვიცი, მუშაობ, ხა რაღაცები მაქვს და საწმენდი აქვს და დაგეგმილი. კი, კახუჭი, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ხა ისეთი რომ ანუ მართლა შენ უფრო მეტი იცი ხა ყველაფერზე ვიდრე მე. უბრალოდ მინდა მითხრა რომ ანუ მე როგორც ხედავ და როგორც უყურებ მართლა რეგიონული განვითარების ფონდი ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს და რეგიონული განვითარების ფონდი არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს სოფლის სკოლებთან და არა ქალაქის სკოლებთან და ვცდილობთ რომ გავაძლიეროთ სოფლის სკოლები და გქონდეთ ის ბენეფიტები, რაც ქალაქში ისედაც არის. ნებისმიერ ქალაქში არის თქვა თეატრალური წრეები, ქორეოგრაფიული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სოფლებში ძალიან მცირეა მსგავსი რამე და ვცდილობთ რომ აი ეს შენ ხარ ის რეჟისორი რომელიც აქ ჩადის? ხო, მე ვარ ამ პროგრამის მენეჯერი და 10 სოფელში გვაქვს უკვე სოფლის სკოლებში გვაქვს გახსნილი თეატრალური წრეები, დაქირავებული მყავს რეჟისორები და დღეს იწყება ფესტივალი. ანუ მთელი წლის შეჯამება არის დღეს და ნახოთ როგორ ჩაივლის. ცოტა ნერვიულობ, შეიძლება ცოტა რაღაცები ვიბოდიალო, მაგრამ ანუ ნახე თელი იდეა რა არის რომ კახა მარტო YouTube წამყვანი კი არაა. აი მოდი გავიცნოთ ახლა რეგიონული განვითარების ფონდის მენეჯერი რეგიონალური ესე ქვია რეგიონული განვითარების ფონდის მენეჯერი დიახ მოგისალმებით მეგობრებო მე ვარ ანა მაგრამ ანას არავინ არ მეძახის იმიტომ რომ ქოჩიაშვილი ვარ და შესაბამისად ყველა ქოჩის მეძახის ხო და დღეს ხვალზე გმაზე როგორც იცით არის ფესტივალი აი მაგაზე ვილაპარაკეთ უკვე შენ მითხარი რომ აი ხარ ასაკეთებ ისმენთ არა ნახე მაგაზე მართლა ვილაპარაკეთ მაგაზე სხვა კითხოს და გისვამ მისეთ კითხოს რომ უფრო მაინტერესებს რომ კახა მოყვანა ხევარი მე ხა მე მაინტერესებს ეს არის ერეკლე ჩვენი წამყვანი ხო ხოთა შორის ეს არის ჩვენი ყოფილი პარტნიორი სკოლის მოსწავლე ჩოჩხათის საჯარო სკოლიდან გურულია რომელი სკოლიდან არის ჩოჩხათის საჯარო სკოლა გურულია სწრაფია მიყვარს გურულები კარგი ხალხი არა ყველა მიყვარს ზოგადად მე იმერე გუშინდელი დამოყოლებული ყველა დინჯიკაცია იქ ვინც ვნახე დაკვირვებული და დინჯიკა ხო და დღეს წამყვანია ხვალ ხარ წამყვანი კი ხვალაც ვარ წამყვანი ხო ზეგაც მე დახურვაზეც და ეხლა მეცადინებ მე როგორც ისეთი ორატორი ადამიანი ხდები იყო უმახიანი როგორი უმახიანი თავარი ხო შვილი და გაწონასწორებული აი ეგრე მითხრეს უმახიანი იყავიო ხატყოებენ როგორ ხართ ვიცი მეც კარგად მაგრად ამოშორთ მართლა ძალიან მაგრები ხართ და ძალიან მიხარია რომ ესე ვიცი ადამიანურად ძალიან მაგრად გულწრფელად გინდათ რომ გაერთოთ და ისე მონოთ იმით რაც არის აქ და კარგია ძალიან რა მე ძალიან მომწონს და კოჩაღები ხართ ამათებას გისურვებთ და არის ნერვიულით ეხლა ყველაზე მთავარი ისე მომოთ ჩემი აზრით ხო? დირექტორმა დამიერეკა და იმპროვიზა.
აბა თქვენიც. როგორ ახ? ბავშვები ნერვიულობ? ცოტა კი. რატომ? რავი. რა არის ნერვიულობ? მითხარ. უნდა ისე ამოვნო. კი, რა თქმა უნდა. კი. ისე ამოვნო. ყველანი იყავით ძალიან კარგები, მართლა. რა ქვია? გვანცა. გვანცა. აბა შენიც. მადლობა. წარმატებები. შენ რა ქვია მითხარი? ბექა. ბექა. რამდენი წლის ხარ ბექა? 16-ის. ვის თამაშობ? ამბაკური როლი მაქვს. ასალო და ამბაკო. აბა შენიც ეხა წარმატებები და არ შეგორცხვინო. მადლობა. აი ნერვიულო რა. თქვენი იმედები გავამართლო. მოარტყი ხელი. ზეო, ჯიგარი. ეს არის ჩვენი ბებო. რა ქვია? თეონა. თეონა, წარმატებები. მადლობა დიდი. გაიხარე. შეიძლება შეგწერო? რა ქვია? მიშიკო. მიშიკო, რამდენი წლის ხარ? 9-ის. და მომისვინე, რა როლს თამაშობ, რა საკეთებ? დეპეშა რომ მევტანო ილარ. დეპეშა მიგაქვს შენ? აი მე რა დღეში გაგდებენ ესე იგი? გისურვებ წარმატებებს. ძალიან მიხარე რომ აქ ხარ და ესეთ მაგარ ამბებში ხარ რა. ოჩაღი ხარ. მოარტყი ხელი. ორი სიტყვით. მოგეწონა სპექტაკლი? კი, სასიამოვნო საყურებელი იყო, პლუს ამას დავამატებ, რომ ძალიან მიყვარს კომედიური იყო ესენი სპექტაკლები. ამიტომაც რავი, სასიამოვნო იყო ჩემთვის და ძალიან მომეწონა. ჩემთვისაც სასიამოვნო საყურებელი იყო, იმასაც დავამატებ, რომ აი ეს აკუსტიკური მხარე, პერსონაჟების გადაადგილება, გადმოადგილება და ამ ბავშვების რაღაცნაირი ერთნაირი ისინი რო აქვს აი რეაქციები და შინაგანი რეაქციები, აი ჩემამდე მოვიდა პირადად ესე რომ ვთქვა, არა მარტო სიტყვიერი, ის იყო ტექსტი იყო პიესა, არამედ აი ეს მათი რეაქცია განსაკუთრებით ბებიას როლის შემსრულებელი. კი, ბებიას როლის, ოლგას როლის შემსრულებელი. ვიტყვი რომ ბებო ძალიან მომეწონა. მეწონე მაგარი იყო. მე პირველ რიგში ძალიან მოფასებ, რომ პირველად იყვნენ სცენაზე ეს ბავშვები და ასეთი შემართებით ითამაშეს და არიბნეოდნენ და რაღაც ის ხარისებრაც იყო და რაც შევატყვით რაღაც შეეშალათ, ეგ თვითონვე გამოასწორეს კი და არ დაივლნენ. ოსტატურად რაღაცნაირად შეეცადნენ, რომ ჩვენ არ გაგვიგო არაფერი და აი თვითონ მოახერხეს. კარგი იყო. ძალიან კარგი. აი ახლა შენ როგორც ყველაზე მკაცრი ჟიური. შენ ჟიური ხარ? კი, ეს არის, ვაუ. ჟიურიც არის და არა, მე ვიტყვი ესე, რომ მეც დავამთავრე გორდის საჯარო სკოლა და ჩვენი სკოლის დასი იყო ეს დასი და როგორი სპექტაკლიც არ უნდა დადგან, ყველა სპექტაკლზე ცრემლი მომდის ხოლმე და ეხლაც წამომივიდა ცრემლი. კახა. ცხოვრებაში საერთოდ ნათქვამია, რომ რაღაც ყოველთვის უნდა იპოვო, უნდა ეძებდეო. კაი გიაგეთ რაღაცა? ან ის თუ ეგია, ვინც ეძებს ის პოულობს. ეძებს ის პოულობს. გია. შენ ეძებ რამის ხა? არა, უკვე ვიპოვე. საპონელოში ვარ. თელი ცხოვრება პირებრო ვეძებო რაღაცას საპონელოში. ანუ ჯერ არ ვიცი რაც ვიპოვე, მაგრამ მოკლედ ვარ თეჯულში. ხო და აი ძალიან გადაყლილები რო ვარ და როქშია და ჯერ ისე გადაყლილები არა ხვალ უფრო რთული დღე გვაქვს, მაგრამ როქშია და თელია მოვიროა, თან ცოტა დაჭამი რომ მაქვს ეხა და
მოკლედ ამას ეხლა უნდა შეუბრუნდეთ კიდე უნდა. ხო, კიდე უნდა ვჭამოთ. კაი, წავედით, წამოდით. მოკლედ ვარ საპანელში და თერჯოლიდან რო გადმოვხვევ ავტობანიდან, ეგრევე იქვე არის ეგეთი ადგილი საპანელო. შემოდიხარ, ძალიან მარტივად. აი ეგეთი გარემოა. გრილა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. კახუ. გრილა. კი არ გრილა, ძალიან გემრიელი რა. ხო და? კიდე ისა. ხო. ხაჭაპური სუპერ ძმაო. აუ მართლა კაი. ძალიან. ძალიან გემრიელია. ჯამში ყველაფერი. ხო იცი ეს მომენტი არ მეყვარს რა. რო იცი ხოლმე რომ ყველაფერი ძალიან გემრიელია ძმაო. სასაული იყო. არა. რაღაცა ძალიან მარტივად ვიტყვი რომ რაღაცები არა მოგ. უბრალოდ არა ხუმრობ. ჩამოვედით ზესტაფონში გვაქვს როგორც იცით. ფესტივალი და ძალიან კარგმა ხალხმა გითხრა რომ აი ახალი რესტორანია საფომლიანო და ნახეთო და რომ ნახეთ. ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე ზოგადად რეკლამას კი იცით. ხო რა. არც რეკლამა. უბრალოდ რეკლამჩიკები არა ვართ. ის არის. როგორ არ ვართ? ეს პრობლემა. არა, რას ვამბობ? ანუ რეკლამას გაგებით, ხო. მართლა გემრიელი და ესე გვინდა დაიჭირეთ, უბრალოდ ესე ამ ხალხს დაუფასოთ ის ყველაფერი, რაც ჩადეს ამ ყველაფერში. მოკლედ, მეგობრებო, უცბად. რამის პოვნა თუ გინდა ძალიან ხშირია, შემოდი საპანელში. არ ყოფილა შორს ეს საპოვნელა გაქვს. აუ იქვეა, აი, როგორც კი თერჯოლაში უნდა გადმოვხვიო, შემოდიხარ და აქვეა, იქვე. ახლა ჩვენ გამოვეცადეთ ჩვენ ხალხს იმიტომ რომ ცოტა ხმაური აქ არიან, ხო და ეხლა გემრიელად, ძალიან. შევიდე. ანუ ხოლმე გამოვიარო? რა თქმა უნდა. დღე მეორე დავბრუნდით. ახლა გამარჯობა. გაუმარჯოს. ბიჭო, მეორე დღეა. განწყობა კარგია. დღეს ცოტა რთული დღე გვაქვს. ხო ეგრეა? დღეს სამი სპექტაკლი. ეხლა რას ვაკეთებთ? აქ ახლა მოდი წინაც ვაჩვენოთ. ტრენდშლით, მაგრამ არ ვიცით როგორ გავშალოთ. ენტრისთვის? სპექტაკლია ბოშები და ბოშებზე. ოკეი. სუპერ. როგორ ხასიათებს? ნერვი ვულობ დღეს კიდე უფრო, იმიტომ რომ სამი სპექტაკლია, ეს გადალაგება ძალიან არ გაიწელოს სპექტაკლებს შორის დიდი პაუზა არ იყოს. თან ხალხი იღლება მერე. ბევრ ხალხს ველოდებით თან ძალიან სიცხე არ იყოს, არ ჩავიმოკეთ ბევრ რამეზე ნერვი ვულობ უფრო ტექნიკურ რაღაცებს. გეტყობა. რო დადიხარ გეტყობა. მართლა. აი, აწყეს. ეო. აეწყო. მოდი, ჩავწეროთ, აბა, ვის უნდა ჩემთან ერთად ჩაწერა. მოდით. ეს რომ 402-ის გვერდზე ვიქნები. იცით? მართლა? არ ვიცოდი. ძალიან მიხარია. ბავშვებო, გამარჯობა. ნერვი ვლობთ? ცოტა, რამდენი? სიმართლე თქვით რა. მართლა ნერვი ვლობთ თუ არა? ცოტა. მე არა. ცოტა კი. კი. ძალიან მაგარი სპექტაკლი გაქვთ. ბოშები. სად ხართ? გავხართ ბოშებს? როგორ არა, რატო? უნდა გავდეთ. გისურვებ წარმატებებს ყველას. მინდა რომ ძალიან მაგრა გამოხვიდეთ და ძალიან გვალიშიკობთ. ჩვენ მაგისთვის ვართ აქ. როგორ ხარ? აუ საკაიფოთ. მე ძალიან მევასება ესეთ რაღაცეები რა. შარშანაც უყურე ლანჩხუთში რო იყო. ხო. შარშან ლანჩხუთში ჩატარდა. და ეხლა ზესტაფონში ჩამოვედი მაგის გამო. უკეთეს ადგილზე ვერსად ვერ დაისვენებ, თეატრში რო დაისვენებ და მით უმეტეს მე-12 კლასელები არიან, ხო? ჯوار უფრო პატარები. ხო, თან არაპროფესიონალები, რომ ესეთ კარგ რაღაცას აკეთებენ და ცდილობენ, შრომობენ და სპექტაკლს დგავენ და რეპეტიციებს გადიან და ეხლა დღეს პრემიერა აქვს და მე დარწმუნებული ვარ ეხლა მათ გულში რა ტრიალებს ეხლა, იმიტომ რომ მე არაერთ სპექტაკლი მითამაშია პროფესიონალურ დონეზე და დიდ თეატრებში. ხო, ვიცი ეგ სხვადასხვა. მე რასაც გრძნობდი, ვიცი რომ 3 მაგად და 4 მაგად ძლიერად გრძნობენ და ნერვიულობენ და ხელავენ ეხლა კულისებში ბავშვები. მოვედი რომ უვალეშიკო უყურო, მაინტერესებს როგორი თაობა მოდის და თეატრის მიმართ როგორი სიყვარული აქვთ. ჩანს ყველაფერი სცენაზე, ეს ყველაფერი და რა ვიცი ეხლა თან ვალეშიკო ეხლა კახას. ეხან ვიყავი შესული რა. ეხლა ეგრე ამ ვლოგს ვაკეთებთ ხოლმე როგორ იცი რომ იდეა გაჩნდა რომ კახაც რო წამოვიდა აქეთ რომ მოდი ვაჩვენოთ ადამიანებს
აი ნამდვილი ემოციები. როგორები არიან ბავშვები იქ რაღაცა. ანუ მინდოდა უბრალოდ რომ ხახცონოდა და სიყვარული გაუჩინოთ. მაგალითად თუნდაც თეატრის რომ აი რა ხდება. ეხლა თელი წელი მართლა ეს ბავშვები შრომობენ, აკეთებენ რაღაცეებს და წარმოიდგინე რომ პირველად არიან სცენაზე. ამ ხელ სცენაზე ხო, წერგასო. კახა, მოდი შემოგვიერთით თუ გინდა. ხო და იმას ვსაუბრობდი, რომ მოკლედ ეს ბავშვები არიან დასაფასებლები. აგერ ჩვენი კახა. გადამიხადა ფული რა და ჩამოვედი ხა მაგიტო რომ ერთი ცნობილი სახე მაინც მინდა რომ იყოსო პარტერშიო და ჩამოვედი რა. დააკვირდი, აბა რა 1500 ლარი გადაიხადა. მაშინ გააგზავნე საუბარი. კი, გეთანხმები რა, მართლა ეს ეგრეა რომ ანუ უნდა შეაყვარო რა. აქედანვე უნდა შეაყვარო, ოღონდ სწორი მიმართულებით ჩემი. ხო, საყი აზრით, რაღაც არგუმენტირებული ხარ. კი. აქ არიან წინს ხედან კრიტიკოსები, რომლებიც სკოლიდან არიან მოყოლებული და ეს ბავშვები გუშიო ჩაწერე, ძალიან ისე საყი აზრით ბაზრობდნენ, რომ აი რაღაცა იმიტომ არ მომეწონაო რაღაცაო და ოკეი მეთქი ანუ გავჩვო. საინტერესოა ეგეც რა კი ხა ისინიც გამოუსწრებელი არიან, მაგრამ ერთმანეთს მიმართ რომ არგუმენტირებული კრიტიკა ჩდება და ამით ერთმანეთს ვავითარებ, ეგასწორად. ისე დიდი სიამოვნები დავждდებოდი ჟიურში. მოწვეული სტუმარი და სამომავლოდ კახამ გაითვალისწინოს. კახასთან შეგიძლიათ ჩატო, მაგრამ აქ ნახე რა არის, აქ სულ ბავშვები არიან. ვიცი რომ ბავშვები არიან, მაგრამ ერთი ჩვენ სულ ბავშვები ვიქნებით. მაგრამ 1-3-4 კაცი გაურიოს ისეთ სერიოზულად ისა კრიტიკოს, სერიოზული კრიტიკოს. ახლა მე უთხარი თუ ჩავაწყოთ. ხო, და მე იქ მოლაპარაკებებს სკოლებში ვაწარმოებ. ფულებს ავიღებ და ვიცი. ხო რა, აბა. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ჩვენი კომუნიკაცია შედგა. ბევრი რაღაცების გარეშე. პატივს გცემთ, გვიყვარხარ და ბევრ წარმატებას გისურვებთ და მაგრად მიყვარხართ ყველამ. გამოიწერეთ არხი უეჭველი და ლაიქეთ და დაუდეკეთ არხს გვერდით. ბევრი შრომაა საჭირო ზოგადად ვიდეო რო დაიდოს. აბა. აი, კოცნით. მორჩა პირველი სპექტაკლი. საკმაოდ კარგად ცოტა ბავშვებმა ძალიან ბევრი ნებილეს, ლოგიკურია. კახა, ეხლა რა სპექტაკლი უნდა გავიდეს? ეხლა იქნება ჯავახიშვილის მუსიკი, რომელსაც სოფელი კვალითი. კვალითიდან. მუსუსი. მუსუსი. აი, ამ ბიჭთან მინდა გავაპარაკება. ხო შეიძლება რომ შევიწეროთ? ეხლა შენ გამოდიხარ, როგორც მიხარი. ამდენი წლის ხარ? 11. და ვის თამაშობ მუსიკაში? აიწიეთ რა იქეთ, რა ცოტა რა. წამო ჩემთან. იქე, გაადები. როდ გამოდიხარ წინაზე? კი. ნუ. აიც შეგაკითხე. მოდი შენ ჩემთან. შენ რა ქვია? მამუკა. შენ რა თამაშობ? თანდირას. შენ პირველად გამოდიხარ? დიახ. არ პირველად არა. სკოლაში მიმიღია რამოდენიმეჯერ. შენ უკვე კაი ასაკოვანი სახეობი ხარ. ამდენი წლის ხარ? 13 ხარ. მიყვარხარ. წარმატებები თქვენ და არ ნერვიულოთ. ქეთევანი ხარ შენ? ოკეი, მოგწონ შეიძლება. რა არის შენ როლის დამახასიათებელი, ყველაზე მეტად რას მოგწონს? ხასიათებული, აი, მაგალითად ემთხვევა შენი ხასიათი და მისი ხასიათი ერთმანეთს. კი, ძალიან. ხო? პირველად გამოდი ხარ წინას? ნერვიულო. სათორე ნერვიულო. 100-დან? 100-დან 100. მე გირჩევ რომ 100 არ აქვს, დაწუნებული ვარ, ასე გირჩევ, მაგრამ მაინც გირჩევ რომ მოეშვა და ისიამო. მაგრამ ვიცი რომ მაინც ნერვიულო. არა, აუცილებელია. ნუ კარგად გამოვიდეს ყველაფერი. წარმატებები. მადლობა დიდი. ნახე პროსტა. მომისმენე, მოწესრიგე ჩემს კერპო, რა? всё, კარგი. უკანათო ეგრე გაასწორეთ მათ.
მოკლედ მუსუსისთვის მიდის სრული სამედისი თვითონ ბავშვები ყველანი აბსოლუტურად ყველგან მონაწილეობას ამაში და აი ესე შრომობენ, წვალობენ, იღლებიან და ბეკა შეუშალე ხელი იღლებიან ამდენ შრომობს წვალობენ მე გამოდიან სცენაზე და მე თამაშობენ რასაც უყურებ რაც ამ ადამიანებს ამ რეგიონებში ამ ხალხს ჭირდება გვერდში დგომა ურთიერთობა და ესეთი ფესტივალები მსგავსი ან თუნდაც სხვა სტილი სულ ერთად თავარია ამ ხალხს ქონდეს რაღაცა სიახლე ეს სიახლე არის აქ და მადლობა მართლა ძალიან დიდი მადლობა რეგიონულ განვითარების ფონდს რომ ესეთი კარგ რაღაცებს აკეთებს და ამ ადამიანებს აძლევს იმედს განათლებას და სხვადასხვა პერსპექტივას. უი ბეკო მოტო იყო დავждებ მოტოზე აი არ გაუტე არა არ ვჯდები ანუ ეს ვითო ხორებაში ამ ზარ ვარ მოტოზე თქო როგორ თქვა მაგრამ აჰა ზავარ ბეკა მიღე მე დავждები რა არ მინდა რომ გაუტეხო აჰა რა ქვია მითხარე მარიამ რამდენი წლის ხარ 14 პირველად გამოდიხარ ალბათ არ ნერვიულობ ხო როგორ რატო ხა კი მესმის რა არა სულ კითხვა არა ხო ნერვიულობ მაგრამ ნახე მე რა ვიყურებ უშტელდა მოყოლებული და ზოგადად თან მქონია შეყოლების შემდეგ ჩემი ესეთი რჩევა იქნება რომ მოეშვი ხალხი იმიტომ მოვიდა რომ გიყუროს და ისე ამოსამი შენ კიდე უბრალოდ შენ როლზე იფიქრე ეს გამომართული ვიცი ძალიან რთულია ვცდილობ მართლა ვცდილობ რომ ვიღაცა გაგამხილოს აბა არ გამოდის გამოდის მართლა მადლობა შენ გაიხარ წარმატებები მოდით ყველანი შეგროდით თანჩურა არ გამოდის აბა ერთად ყველა მუსუსი
უმაგრესები ხარ. ბრავო ყველა, ბრავო. აი პირდაპირ ეხლა ის დილოსაც. ძალიან მაგარი. აი ხა. შეიძლება ინტერვიუ ყველასთან უცებ. უკი რატო არა? როგორი? დაგლიჩე, ხალხო, მაგარი. ოჩა, ოდი შენ ჩაგეხა. ფესტივალის ორგანიზატორია რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც თანამშრომლობს საქართველოს ერთი გავაკეთოთ რა, მოდი. რო გადიოდით ხომ? სულ წავალ ბატონო, ერთი გეხოწებით რა. ფესტივალს მასპინძლობს ვესტფალიის მუნიციპალიტეტი. მიყვარხარ. აბა საიდან ვართ მითხარით? რა სპექტაკლს თამაშობთ? ბავშვები ვარ. რა ქვია? რაიანა. როგორ? რაიანა. რაიანა? რა უცნაური სახელია. როგორი სახელი? ძალიან ლამაზი და უცნაური სახელი. პირველად თამაშობ? კი. ნერვიულობ? რატო? რა ხო სცენაზე შოულებთ თვითონ? რა თქმა უნდა ვიცი ნერვიულობთ, მაგრამ ეცადეთ რომ ძალიან თავისუფლად იყოთ. ძმები ტყუპები. სახელები? გიგა და გეგა. გიგა და? გეგა. გეგა. გიგა და გეგასთან. ტყუპები თამაშობენ სცენაზე, ოლივერ ჯარისკაცის ფორმით. რა როლი გააქვთ? გიორგი ანწოხელიძის სამე, იმას რუსის. ჯარისკაცის, რუსი ჯარისკაცის. და ეს ეს არის ესე იგი ძმები გადაგამტერეს ერთმანეს. ნამეტანი რთული საკითხია. რატო? გიხარია? თეატრში გამოდიხარ? კი. მართლა? ძალიან კაია ხო? აი გამიქცა ხალხი. აი უნდა მოვიდა შენთანაც. წარმატებები, რატო? მადლობა. არაფრის. აბა უცებ თქვენ რა გქვიათ, აბა? სახელები, მიდი. ნინო. ნინო. არინა. არინა. არინა და ნინო. გოგოებო, ნერვიულობთ? კი. რა ნერვიულებთ? ხუმრობე ხარ, რაღაცა ხო უნდა გავა. აი მე ეს ბიჭის უნდა ჩავწერო. გოგოებო. მინდა რომ ძალიან მაგარი სპექტაკლი გამოვიდეს და ძალიან მოინდომეთ, კაი? კაი. შეძლებთ ხო? აბა რა. მოდით ჩემთან, მოდით. მოდით პატარებო ჩემთან. ყველა თამაშობთ? დიახ. ოი მე, მოდით აბა. აი, ბებერი კაცივით დავჯექი, მაგრამ თქვენ გამოჩნდებით. მოდი შენს, დადიქი. აბა რა ქვია სახელები მითხარი? ლაშა. ლაშა? ლანა. დათუ. ეხლა ნახეთ რა მაინტერესებს. ეგეთი კითხვა მაქვს თქვენთან და თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? აი, როდის გადაწყვიტეთ რომ თეატრში უნდა გამოსულიყავით სცენაზე? ანუ რატო მოგინდათ? გვინდოდა ისა, რომ მსახიობები ყოფილიყავით. ანუ გინდათ რომ იყოთ მსახიობები. ანუ აპირებთ ამ პროფესიაში გაგრძელებას. ძალიან კარგი. და ეს სკოლაში დგამდით ალბათ ხო? ემზადებოდით სკოლაში. სკოლაში დავდგით ჩვენ სკოლაში. მე კაი გამოვიდა? დიახ. დაში ოვაციები ყველაფერი იყო? დიახ. ძალიან კარგი. მე დანგბალეში ყოფთ თქვენთანაც შემოვა მე კულისებში უფრო ვეცდები რომ გაგამხნევოთ ყოველ შემთხვევაში თუ გამომდის არ ვიცი თუ არ გამომდის მითხარით თუ არ გამოგდის ძმაო დაგვანებე თავიო და წავალ მე ჩემ გზაზე და თქვენი თამაშებთ თეატრში მაგრამ თუ გამომდის მინდა რომ წარმატებები გისურვოთ მინდა რომ ყოჩაღად იყოთ და ძალიან მაგრები უკვე ძალიან მაგრები ხართ რა აი ესე რომ მონდომებულად რომ გამოდიხართ თეატრში და ვცდილობთ რომ
რაღაცა თქვენ წული შეიტანოთ თეატრის განვითარებაში, ან თუნდაც თქვენ თავში და ამ ყველაფერში უკვე წამაგრები ხართ. ვაფასებ ამას. მესამეზე იწყება, ხო? მეორე ზარი. მოიცა. ერთად დავრეკოთ ზარი. მეც მინდა რომ გადავიღო. შენ დარეკე, აბა? მოიცა. აი, დააჭირო. ესეც ასე. მეორე ზარი დარეკილია. მოკლედ ვიწყებ, ეხლა წამყვანები იქნება, გამოგაცხადებენ და შემდეგ უკვე თქვენ დაიწყეთ. არ ინერვიულოთ. არა, ყველას თავის გამოსვლა ჩვენ იქიდან ჯერ. მოდით შენთან, მოდით აბა რა კითხვები გაქვთ თქვენ. აი ხავე აქედან ვიწყებთ. ხო, ან ნახეთ, ფარდარ იწყება სპექტაკლი. ხო იცით ვინ საიდან გამოდის თუ არა? დიახ. ხო, არ ინერვიულოთ, სხვა არაფერი არ მოხდება. ანუ ეხლა ჩაირთვება მუსიკა, დაიწყებენ წამყვანები, ფარდა არ გაიხსნება ჯერ, წამყვანები იქნებიან ფარდის წინ და როდესაც წამყვანები ჩავდნენ, დაიწყება უკვე თქვენი სპექტაკლის მუსიკა და თქვენი სპექტაკლის მუსიკა რო დაიწყება, ნელ-ნელა აიწერა ფარდა და იწყება სპექტაკლიც. კიდევ გაინტერესებს რა? შენ არ ნერვიულობ, ხო? კაი, აბა თქვენ ხელები. აბა, მიდი. მოდი გოგო. კახა მეც დავდო შეიძლება. მოდი ყველა. მე შეიძლება მეც. მოდი აბა მეც. აბა მოგუდურში. გაგვი. ჯოს. მაგარია. კახო ამაყობ შენით. მართლა.
ხალხო, ბრავო! მოდი შენ ჩემთან მოდი. რა მაგარი გოგო ხარ, გავგიჟდი. ცრემლები წამომივიდა, იცი შენ? აი, ძალიან დიდი მადლობა. მოდი მიყვარხარ, აი. ძალიან დიდი მადლობა რაც ქენი, აი, ძალიან კაი გოგო ხარ. ყველას მართლა, აი, საოცრებები ქენით. რა ქვია? ანასტასია, ყოჩა. მამაყობთ ყველას შენით. და ამაგარი გოგო ხარ. მართლა. მიყვარხარ. ძალიან მაგრები ხართ. აი, ყველა ავტირდით, სასწაული იყო რაც ქენით. იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ამ წუთას, რაც გააკეთეთ, იყო საუკეთესო ჩემთვის. აი, ყველა ხართ საუკეთესოები. ბრავო ყველას, მართლა. გულწრფელად, საუკეთესოები ხართ. აი, მეც მეტირება, მართლა მაგრები ხარ და ძალიან ნერვიულობდი მეც და აი, საღორა. აი, მაჟრიალებს სულ, ძალიან მაგრები ხართ. აი, ეს ცხოვრებაში განსა არ მიმიღია რა. ბრავო ყველას. ქალბატონი მედია, აი, არის ქიმიის მასწავლებელი. ბიოლოგიისაც. საერთოდ არ არის რეჟისორი, მაგრამ მერწმუნეთ იმაზე მეტია, ვიდრე რეჟისორა. აი, ბავშვები, როგორ უყვარხართ? აი, ნახეთ, როგორ უყვარხართ ბავშვებს. როგორ უყვარხართ ბავშვებს, რომ ყველაფერი ჩადეს. რა აი რაც გინდა მითხარი, ყველაფერი იდეალური იქნება, დარწმუნებული ვარ. აი, გულწრფელად, აი, როგორც მეგობრულად, რაც გინდა გითხარი. აი, რას გძნობ? რას გძნობ და პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩემ ბავშვებს. აბარა. იმიტომ რომ ჩვენ იმდენი ვიშრომეთ, იმდენი ვიყურეთ, იმდენი ვიჩხუბეთ, იმდენი კარი მოვიჯახუნეთ, მაგრამ მაინც გამოვიდა. იმიტომ რომ ამ ბავშვებმა იციან რა არის სამშობლო, იციან რომ აფხაზეთში დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდებით. იციან. აუცილებლად დავბრუნდებით. ეს ნამდვილად იციან. ჩვენ ნახეთ ფილმები, ჩვენ ნახეთ წამების კადრები და ეს შიგნიდან მოდის ეს ყველაფერი და ამიტომ გამოვიდა ეს. უღრმესი მადლობა პროექტს თქვენ ყველას აბსოლუტურად, იმიტომ რომ მოგვეცა, დიახ, იმიტომ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ რეგიონალურ განვითარების ფონდმა ნამდვილად ხარი დაგვიჭირა, ნამდვილად კარგი იყო ფინანსურით, მორალურით. კახას უღრმესი მადლობა რჩევებისთვის. საბოლოოდ გამოვიდა და არ შემიძლია არ თქვა ჩემი დირექციის და ჩემი თანამშრომლების, იმიტომ რომ და ჩემი ოჯახის. იმიტომ რომ დღე-დაღამეს ვათენებდით და სულ ვიყავით სკოლაში და სათხარ ქალო სახლის გაკარი გაკ ესეთი რამებიც ხდებოდა. ჩვენ დირექტორს უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების გამო აქ არ არის ჭირის დღე აქ რაღაცა, მაგრამ ყოველ წუთში რეკავს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ რაღაც გარკვეული ემოცია გამოგვეხატა ხალხში და რაღაცა გადმოგვიზარდა. ბევრს ლაპარაკობ, ხო და გამარჯობა. არა, კარგად ლაპარაკ. მე როგორ უნდა გაგაჩერე, როცა ესეთი სასწაული რაღაც ქენი. მიხარია, იმიტომ რომ საუკეთესოთა შორის როდესაც კარგად შევდიან ჩემი ბავშვები, იმ საყვარელი პატარა სოფლიდან, რომელსაც სოფელი დისველი ქვია, ჩემი აჭარელი ბავშვები, საქართველოს გავმარ! მოკითხა აჭარას. აჭარას გავმარ! დამიქნით ყველა ხელი, აბა! ბექა რაღაც სიგიჟეს აკეთებს, აბა მიდი, ბექა. ეს ბეკას გადავიღოთ. ახე, რას შრომობ, ჩვენი ბექუნა. კახა იწება? უკვე? აი. უი, ზარი დაირეკა. აბა, მოიმზადეთ. გამარჯობა. გამარჯობათ. რა საშიში ხარ ჩემი? არა, ეხლა მალე დაიწყე. როგორ მოპარეში არა. აქ ჩაქრობიდან შუქი. ჩაქ, უკვე ჩაქრ. აბა გავედით ჩვენ და წარმატებები თქვენ და მე რო დაამთავრდება შემოვალთ და ვიჭორავთ. და გამიცხებს რა დარდიც უნდა გადაგიდე. და ხდები ისევ პატარა. იონა დაეწოდა და ყველა ენაზე ისა.
განახა იავნანა სასწაული. ეს გახსოვდეთ პატარები, რაც არ უნდა გამოვლოს ხალხმა, სულში განძად შემოგჩნდეთ. დედის ტკბილი იავნა. კაი, ეხლა ეგეთი რაღაც. მაგრები ხარ. ახაც მოვიდა. კახაბიძიაც აქ არის. კაი, შენ რა ქვია, ჩემო პატარა გოგო? ნატალი. ოჩა, ნატალი. პირველად ხარ სენაზე? ხო, მაგრამ ძალიან კარგად გაართვი თავი, იმიტომ რომ ძალიან ყოჩაღათი დექი და ბრავო, მართლა. შენი სახელი? Ani. Ana. Ani. Ana? Ani. Ani, Ana. ჩამოყალიბდეთ, Ani. Ani ყოჩა. მადლობა. სუპერ, ძალიან კაი იყო და ძალიან დიდი მადლობა. პირველად არ ხარ არ ჩვენ სენაზე? მე არ. პირველად ხარ? სენაზე არ. სენაზე არა, ყოფილი ხარ აქამდე. ბრავო, ბრავო, მართლა ბრავო. ოჩახ მართლა ყველას. ბრავო ბიჭებო, თქვენზე ვაფანათებ, ძალიან მაგრები ხართ, მართლა. აი ძალიან კაი იყო თქვენი ტანდემი. ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ აი ისე ყოჩაღად და მაგრად ასრულებდი თქვენ როლს, რომ აი იგზნობოდა რა, რომ კარგად შეწყობილები ხართ და ბრავო. თქვენი სახელები? მე ქართლოს კალანდაძე. გოგა. 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 ყოჩაღ, ბექა და გოგა. ძალიან დიდი მადლობა. სუპერები ხართ მართლა რა. მოარტყ. როგორ თავადი კაცი, შენი დავამთავროთ ეს ლოგი ამ ნაწილში. რას ეთქვი ადამიანებს, ვინც თეატრში? მოდი ესე ვიტყვი, რატო უნდა იარონ თეატრში? პირველ რიგში მართლაც ძალიან დიდი შეგრძნებაა ესე თეატრში რო უსმენ, მართლაც ასე თქვა მთელი ემოციებით ხარ ჩართული, ბევრ რაღაცას სწავლობ აქედან თუნდაც ემოციების მართვას და ასე შემდეგ და ძალიან სახალისოა და ტყუილად დროს კარგვას მით უმეტეს ჯობია რომ თეატრში იარონ ხალხმა და ასე თქვა ამ შემოქმედებას მოусმინონ და შეხედონ თუ რა ხდება. ფესტივალი მოგეწონა? კი, ძალიან კარგი. პირველად ხარ ამ ფესტივალზე თუ? უკვე მეორე. უკვე მეორე. всё, ჯიგარი. მოარტყ. 3 დღე გაკვირდებით. და ხედავ როგორ იღებთ სიამოვნებას ან საქმისგან რასაც აკეთებ. მადლობა თქვენ ამისთვის. ეხა ყურადღებისთვის. ეხა ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. აი ამდენი წელი გავიდა და არ ვიცი, აგძელებ ამ თქვენ შრომას, რომელიც აუცილებლად უნდა დაფასდეს და პირიქით უფრო მეტი საშუალება უნდა მოგცეთ ყველამ, რომ შოუს და წინ წახვიდეთ. აი მითხარით რას გძლებთ რა? ერთი მხრივ რა თქმა უნდა დიდი კმაყოფილებაა იმითი რომ შენ ხედავ წლის დასაწყისში როგორი ჭყინტი მასალა მოდის შენთან და წლის ბოლოს როდესაც კულმინაცია ხდება აი ამ ფესტივალის ფარგლებში რამხელა განსხვავება არის ბავშვების მზადყოფნასა თუ მომზადებასა და აქტიობრობაში ეს ერთი მაგრამ არის მეორე მომენტი რომ ეს შეიძლება ჩვენი შემოქმედებითი მიდგომის საკითხია, რომ არასოდეს არ ვართ კმაყოფილები. ამიტომ ყოველთვის გვინდა რომ იყოს ყველაფერი ბევრად უფრო უკეთესად, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ აი კიდე რისი გაკეთება იყოს შესაძლებელი იმისათვის, რომ უფრო კარგი შედეგი მიგება. რა თქმა უნდა არის ასეთი მთავარი პრობლემა, რომელიც არის, რომ სოფლებში აღარ დარჩა კულტურის კერა გარდა სკოლისა. არ ვიცი ხა რამდენ სოფელში მიწევს სიარული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ძალიან თიზე ჩამოსაცვლელი არის ისეთი სოფლები, სადაც შემორჩენილი არის რაღაცა ისეთი დარბაზი, რომლის გამოყენებასაც შეძლებ. იმისათვის რომ ბავშვები შეიყვანო, რაღაცა
ჩაატარო კიდ რეპეტიციები, აი ნებისმიერი სახის ღონისძიება რო ჩაატარო ძალიან გვიჭირს. ჩვენ ქალაქში არ ვმუშაობთ, იმიტომ რომ ქალაქში ბავშვებს აქვს უამრავი რესურსი და ჩვენ რო ქალაქზე დავხარჯოთ ჩვენი ენერგია და დრო, უსამართლობა იქნებოდა. ამიტომ ჩვენ ვეძებთ ყოველთვის ისეთ ადგილებს, სადაც ჩვენი საჭიროება ნამდვილად არის და დიდი საჭიროება არის. და ის ზუსტად ახლა თუნდაც პროგრამას თუ გადახედავდით და ეს იყო ძალიან დიდი განსხვავება. ძლიერი სოფელი და ძლიერი სკოლა სადაც იყო თან ბავშვების რაოდენობაც დიდი იყო. იქ არჩევანის შესაძლებლობაც და ასე შემდეგ. და როდესაც პატარა სკოლასთან აქვს საქმე 60-70 ბავშვი და კლასში იქ რაღაცა 7-8 ბავშვი როდესაც არის ძალიან გიჭირს რომ რაღაცა გააკეთო, მაგრამ აუცილებელია მუშაობა. აუცილებელია მუშაობა იმისათვის რომ ეს ბავშვები აი მართლა იცვლებიან ჩვენი ამ პროგრამის განმავლობაში. რა თქმა უნდა ჩვენ ერთად შევასრულებთ განათლების სამინისტროს ფუნქციას. ეს მაგათ თავარი წამყვანი მიმართულება აქვს, მაგრამ ჩვენი წვლილი შეგვაქვს შემიაზრეთ იმაში რომ ბავშვების ჩამოყალიბება ძალიან დიდი მადლობა თქვენ რა. ჩვენ კიდე ვისაუბრებთ და მოგვეცემა ამის საშუალება ხვალ უფრო ემოციურად ალბათ. ეს უბრალოდ შეჯამება გავაკეთეთ ამ სპექტაკლების და თავარი ამის. მადლობა კიდე ერთხელ. გაიხარეთ. შევხვდებით ხვალ. გაიხარეთ, მადლობა. კახა, დაამთავრდა ჩვენი სპექტაკლები. მე ესე ვიტყვი რომ ძალიან გმაყოფილი ვარ. აი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ აქ წამოვედით და ამის საშუალება მომეცა რომ უბრალოდ ამას დავსწრებოთ. გარდა იმისა რომ ჩავწერეთ ძალიან ბევრ რაღაცა ერთად ვიბოდიალეთ, ეს ემოციები მივიღეთ, ვიტირეთ, ვიცინეთ, ყველაფერი ერთად იყო. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. იმიტომ რომ შენი დამსახურებაა რომ აი ეხლა ვინც აქ დგას, ვინც გამოვიდა, მასწავლებლებიანად, რეჟისორებიანად, ბავშვებიანად, ყველაფერში უდესი წვლილი მიგიწვის და ოქრო ადამიანი ხარ. იმაზე მეტი შრომა დავინახე, ვიდრე შენ რავი მოგიყოლია და აი რავი ვამაყობ რომ შენთან ერთად ვაკეთებ რაღაც. ეხლა მეორე. მორჩი? არა, მეორეც უნდა თქვა. ანუ მე მჯერა და იმედი მაქვს რომ მსგავსი პროექტები გაგრძელდება და კიდე იქნება ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ეს სჭირდებათ. აუცილებლად. აი ამის გარეშე ნულია ყველაფრის ფასი, იმიტომ რომ ყველა ბედნიერი, ყველა ესეთი ანუ სუპერ ბავშვები მე ჯერ არ მინახავს რა, მართლა. ეხლა შეიძლება გინდა ის თქვი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა მართლა. დამთავრდა, თუმცა არ დამთავრდა ხვალ ძალიან ხვალ დახურვა და ეხლა მიურბივარ რომ შევხვდე ჟიურის წევრებს და ვნახოთ რას გადაწყვეტენ. კახ, მადლობა რა. სუპერი, მართლა, ბრავო. წლის საუკეთესო მასწავლებელი გადაეცემა დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელს ქალბატონ მედია ჯაფარიძეს.
მოგაწიებელი ამას ვღელავ. საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე ხვდა წილად. ცოტას გაწვალებთ, მოდი, სანამ გამოვაცხადეთ. თუ პირდაპირ გამოგიცხადოთ. მოკლედ. საუკეთესო ლიტერატურული სპექტაკლი ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის ნომერ 1 საჯარო სკოლა. სპექტაკლი ცამანიშვილის ზედინაცვალი. აპლოდისმენტებით არ გავაჩეროთ მეგობრებო. დიდი სიხარულით მინდა გამოვაცხადო რეგიონული განვითარების ფონდის თეატრალური ფესტივალის საუკეთესო მუსიკალური გაფორმება თეატრალური დასებისთვის. ეს არის იავნანა რაქნა. ნომინაციაში საუკეთესო ქორეოგრაფიული გაფორმება პრიზი გადაეცემა დისველის საჯარო სკოლა სპექტაკლი ჰელადოსი. ქალბატონი თამარ რეხვიაშვილი. სცენაზე ვიწვევ რუმ 402 წარმომადგენელს ფიდელ ობჟანიძეს. პირველად ღელავ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ბავშვებთან მაქვს საქმე და ასე არ მინერვიული არასდროს იმდენი პროექტი მაქვს გაკეთებული, რომ ცხოვრებაში ამდენი ემოცია არ მიმიღია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო რეგიონალურ ფონდს, რომ აი ესეთ ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი გუნდი ყავს ჯერ ეს ერთი. თქვენზე დღე და ღამე ნერვიულობენ, იმიტომ რომ მათაერთად ვიცხოვრე 4 დღე და სულ თქვენზე ლაპარაკობენ, სულ თქვენ სიხარულს განიცდიან და ამით არიან ბედნიერები. მათ შორის ამას ჩვენ ვიღებთ და ძალიან მალე დავდებთ და ნახავთ ყველაფერს და მიიღებთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, რომ ამ ყველაფერში იღებდით მონაწილეობას. ხოდა ეხლა მე მინდა ჩვენი რჩეული წარმოგიდგინოთ, რომელსაც გადავცეთ ბიბლუსის სასათუგრე ვაუჩერს. ჩვენი რჩეულია არ დამავიწყდეს. რუმოთხასური ხო უნდა გამოიწეროთ. კი. ჩვენი რჩეულია პირდაპირ ვიტყვი ულამაზესი გოგონა. ეს არის ანასტასია შაინიძე. მოდი ჩვენთან. არ ვიცი, ჩემში ყველაფერი თავიდან დაბადა. მოდი ჩვენთან. წადი და წიგნები იყიდე, რავი, რაც გაგიხარდება, ხო? მადლობა ყველას. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლის მასწავლებელი ტოვებს საკლასო სივრცეს და თავის თავს ხედავს მის მიღმაც. და გგონია, რომ მასწავლებელს გაკვეთილის მიღმა შეუძლია ბევრად მეტი რამ გააკეთოს და ბევრად უფრო აქტიურად იყოს ჩართული მოსწავლეთა ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი ძალიან დიდი სიმპათია და მადლიერება გამოვხატოთ ქალბატონი მედია ჯაფარიძის მიმართ, რომელიც არის სკოლის რიგითი მასწავლებელი და რომელმაც რეჟისორის როლი და შემოგთავაზა არაჩვეულებრივი სპექტაკლი. ქალბატონო მედია, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი ორგანიზაციის სახელით გადმოგცემთ უფულად პრიზს 300 ლარის ოდენობით. გვინდა რომ ეს იყოს წამახალისებელი ყველასთვის. მითხრეს რომ ბატონ რეზოს აქვს რაღაც სათქმელი და მე მგონი რაღაც სიუფის გვიმზადებს. ჩვენთვის არა მხოლოდ გამარჯვება მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია მონაწილეობა და მცდელობა. ამიტომ განურჩევლად დაკავებული ადგილი თუ მიღებული სხვა პრიზებისა რეგიონული განვითარების ფონდი აჯილდოებს აბსოლუტურად 8 სკოლას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ჩვენს ღონისძიებაში 500 ლარიანი ვაუჩერით, რითაც სკოლას შეძლებს რომ ნათვის საჭირო რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ, რისთვისაც შეიძლება რომ დახარჯონ ეს ფული. ესე იგი 2025 წლის ზაფხულის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული გახდა
მოდი პირდაპირ სპექტაკლს ვიდე, თორე მაინც გაიგე. ხო? როგორ ჯობია? 1 2 მუსუსი! ამოდით, ყველანი, ამოდით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა. ყველანი, ამოდით. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და შევხვდებით კიდევ უფრო მაგარ ფესტივალზე. გმირდებით.